ასეთი შეურაცხყოფა ასე ღვთისმშობელი არავის არ შეურაცხყვია, ასეთი ქადაგება მოვისმინეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან კვირას. ბატონო ემზარე, როგორ შეიძლება ზოგადად ფერწერამ, თქვათ, იგივე ნაწარმოებმა, აზრმა შეურაცხყოს ღვთისმშობელი, ზოგადად თუ წარმოგიდგენიათ, როგორ თქვათ, აი ქრისტიანულ სამყაროში როგორ ფასდება, თქვათ, კულტურების მიხედვით, რამდენად შესაძლებელია, რომ თქვათ, იგივე გამოთქმულმა აზრმა, ამა თუ იმ აზრმა შეურაცხყოს ღვთისმშობელი, მოციქულები, რელიგია. ცხადია, კი, ასეთი ფაქტები არის და ყოველთვის იქნება, სანამ ადამიანი არის და სანამ არის პირობები, რასაც ქვია გამოხატვის თავისუფლება. ახლა გამახსენდა ერთი ნახატი, სერანო იყო ესეთი მხატვარი, რომელსაც დახატა მხატვრული ტილო შექმნა სახელწოდებით ქრისტეს შარდში, რამაც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც გამოხატვის თავისუფლების სხვა ტრადიცია, ვიდრე ევროპული ტრადიცია, საკმაოდ დიდი დისკუსია გამოიწვია საზოგადოებაში. ანუ პრაქტიკულად იქ, სადაც ადამიანებს გარანტირებული აქვთ გამოხატვის თავისუფლება, ასეთ საზოგადოებებში ყოველთვის არსებობს განსხვავებული აზრი ამა თუ იმ ფორმაზე, ან დავუშვათ გამოხატვაზე, აზრის გამოთქმაზე და ეს არის ნორმალური, მე მგონი, იმიტომ რომ ყველას აქვს სხვადასხვა გაგება ერთი და იმავე მოვლენის და ერთი და იმავე დავუშვათ გამოხატვის რაღაც ფორმის. თუ ესე იგი დისკუსია არ გაცდება საკანონმდებლო ჩარჩოს, საზოგადოების ჩართულობა, როგორც დღეს ვამბობთ ხოლმე, დავუშვათ ამა თუ იმ საკითხის განხილვაში, ეს არის ნორმალური და არასოდეს არ იქნება ისე, თუ კი დემოკრატია არსებობს, რომ მხოლოდ ერთ მხარეს იყოს, დავუშვათ სრული სიმართლე, ან დავუშვათ არ იყოს განსხვავებული აზრი. ჩვენი დემოკრატიული სისტემები, რასაც ჩვენც ართ ახლა ჩართულები და რასაც ჩვენ ახლა ვაშენებთ, ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს ყოველთვის განსხვავებული აზრი. რაც შეეხება ეკლესიას, ცხადია, რომ ეკლესიას მე ვამბობ ამას, ესე იგი, აბსტრაქტულად, ყოველთვის ექნება მწვავე რეაქცია, როცა საქმე ეხება დავუშვათ რელიგიური სიწმინდეების ან რელიგიური გზნობების, როგორც ამბობენ ხშირად, მის ესე იგი, სიწმინდეების შელახვას და აქ ეკლესიას ყოველთვის ეს პოზიცია ექნება, უბრალოდ არასოდეს არ უნდა იყოს მოწოდება ძალადობისკენ და ადამიანებს ფიზიკური ზიანი არ უნდა მიადგეთ იმის გამო, რომ ვიღაცამ დავუშვათ განსხვავებული სურათი წარმოგვიდგინა, განსხვავებული ნახატის შექმნა თუ განსხვავებული სიტყვა თქვა. აი ჩვენი საზოგადოების პრობლემა სწორედ ის არის და მთავარი სწორედ მე მგონი ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა დავრჩეთ დისკუსიის, აზრის გაცვლის სფეროში. პირადად მე არაერთხელ თქმულად ჩემზეც უთქვამთ ბევრი რამ დაწერილა და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვითმენ ამას, იმიტომ რომ ადამიანებს შეიძლება ყველას ერთნაირად არ შეიძლება ესმოდეს ჩემი და მოსწონდეს ყველას ის, რასაც მე ვამბობ. ეს ნორმალურია, თუ კი ეს არ გადადის დავუშვათ, როგორც იტყვიან საკანონმდებლო ჩარჩოს არბიტრის არ ნიშნავს თქვენთან უთანხმოების მქონე პერსონაზე ძალადობას. რასაკვირველია, არ ჩემი მხრიდან არ უნდა იყოს ძალადობა, მე შეიძლება კვლავ სიტყვებით გაუმასწვინოს და ადამიანს და აქაც უახლესად თავშეკავებულები უნდა ვიყოთ, ეს კიდევ სხვა ამბავია, რომ პიროვნული ღირსება არ შეუნდახოთ დისკუსიის დროს ადამიანს არ უთხრათ, რომ ის მელოტია, მსუქანია და საშნელია და ასე შემდეგ, დაუშვათ, ხო, ან კიდევ სხვა მსგავსი გამონათქვამები, დანარჩენი შეიძლება ჩვენ ვიკამათოთ ყოველთვის მოგწონს თუ არ მოგწონს და ეს არის ნორმალური და ამაში მოგვიწევს სულუდამ ცხოვრება. მე მგონი ჩემი პროექტი ასეთია მოვლენების ხედვის. კი ბატონო, ძალადობისკენ მოწოდება არ უნდა ხდებოდეს. პრინციპში პატრიარქს არც არავისთვის არ მოუწოდებია ძალადობისკენ, მან თქვა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც ღვთისმშობელს აქამდე მიუღია, მაგრამ ამის მიუხედავად პატრიარქის ეს შეფასება ძალიან ბევრმა, მათ შორის მეც, აღვქვის საფრთხის შემცველად თვითონ არტისტისთვის, რომლის შესახებაც მე ზუსტად მაშინ გავიგე, რატოც პატრიარქმა თქვა მის შესახებ, არც კი ვიცოდი რა გამოფენაზე იყო საუბარი, მხოლოდ შემდეგ დავინტერესდი. რატომ ჩაითვალა ეს ეთათა, როგორ ფიქრობ, რომ შეიძლება პატრიარქის შეფასებას მოყოლოდა, თქვათ, აგრესია ამ ქალბატონის მიმართ და ზოგადად თუ მსგავსი თქვათ პატრიარქი მიიჩნევს, რომ თქვათ რაღაცა ამა თუ იმ ნამუშევარმა, ნაწარმოებმა რაღაც თქვათ შეურაცხყო მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები, აქვს თუ არა მას ლეგიტიმური უფლება, რომ გამოეხმაუროს და თქვათ გულისწყრომა გამოხატოს ამასთან დაკავშირებით ან თქვათ გულისკივილი.
იცით, ამ შემთხვევაში ალბათ გასათვალისწინებელია ის, რა თქმა უნდა, კარგია, როცა ასეთ სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებაში, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ პატრიარქი წარმოადგენს ამ შემთხვევაში ინსტიტუციას და ინსტიტუციას, რომელსაც აქვს საკმაოდ გამოკვეთილი მიდრეკილება იმისაკენ, რომ საქართველოში არა მარტო პოლიტიკურ პროცესზე მოახდინოს გავლენა, არამედ უფრო ადამიანების პირად ცხოვრებაზეც მოახდინოს გავლენა, ამ სივრცეშიც შეიჭრას და შეიჭრას ასევე ხელოვნების სივრცეშიც. ეს უკვე ძალიან თვალსაჩინოა, თუნდაც ამ განცხადების ფონზე მე ყოველ შემთხვევაში ამას ვხედავ და ამ შემთხვევაში უბრალოდ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ინსტიტუციის ხელმძღვანელისგან ისმის როგორც პირდაპირი ცენზურა, მოწოდება ცენზურისკენ და შესაბამისად ფაქტობრივად არტისტებს აგდებს იმ სიტუაციაში, როდესაც ისინი ორჯერ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას დახატავენ, არა? ცენზურა შესაბამისად არტისტზე ასეთი ზემოქმედება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და პატრიარქისთვისაც ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ამოსავალი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია. კერძოდ არის 23 მუხლის მეორე პუნქტი, სადაც ცალსახად არის გამოთქმული მოსაზრება, რომ ესე იგი ხელოვანი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს და ნებისმიერი სხვა ადამიანის მხრიდან მის შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევისაგან. ანუ ეს უნდა იყოს ჩვენთვის ამ შემთხვევაში ამოსავალი და ცენზურა, ცენზურისკენ მიდრეკილება ეს არის სწორედ ის, რომელიც ტოტალიტარულ სახელმწიფოს ახასიათებს, არა? ტოტალიტარულ საზოგადოებას ახასიათებს, რომელიც გეუბნება შენ, რომ ესე კი არ უნდა გამოხატო შენი აზრი, არამედ ისე. ეს მხატვრული ფორმა კი არ უნდა შეარჩიო შენი სათქმელად, როგორც არტისტმა, არამედ ესე. და საზოგადოების მოთხოვნილებაც პრინციპში აი ის ხალხი, ვინც ამ შემთხვევაში სწორედ ამ საეკლესიო პოზიციებს ახმოვანებს და მათი გამხმოვანებლები იყვნენ, როდესაც ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვიდნენ. ამ ხალხის პოზიცია მეტყველებს იმაზე, რომ პრინციპში ჩვენთან აი ეს დემოკრატიზაციის პროცესი, როგორც ჩანს, მოსახლეობის ცნობიერების დონეზე ძალიან ნელა მიდის და მოთხოვნილება ფსიქოლოგიური დაკვეთა აი ამ ტოტალიტარიზმს, როდესაც ყველანი ერთ აზრზე ვიქნებით, არის ძალიან დიდი და ძალიან მაღალი. რაც რა თქმა უნდა შემაშფოთებელია. ერთი აზრი და ბუნებრივია ამ ნახატშიც გადმოცემული იყო აზრი, ახსნა კიდეც არტისტმა, თუმცა აქა შევდივარ. მეორეა სიტყვებით აზრის გადმოცემა და ჩვენ გვაქვს უამრავი ნახატიც კომუნიკაციის ხო, ბუნებრივია, ანუ აზრია გადმოცემული ხო ამ შემთხვევაში და ჩვენ გვაქვს მრავალი შემთხვევა, როდესაც აზრი გადმოიცემა სიძულვილის ენით. მაგალითად, აი ამისი ესეთი ბრწყინვალე ნიმუში არსებობს ასავალ-დასავალი და ხშირად გაჩენილა, თქვა, თუმცა ალბათ ასავალ-დასავალი არ ვიცი, არ გამიგონია ამის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ სიძულვილის ენაზე გმობს ამ არტისტს, ან თუ არ დაუგმია, დაგმობს აუცილებლად და ხშირად ისმის ხოლმე, თქვათ, ადამიანების გარკვეული ჯგუფისგან, ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანების ჯგუფისგან, რომ თქვათ, მივმართოთ პრაქტიკას, ამ შემთხვევაში ევროპული ქვეყნების პრაქტიკა იგულისხმება და არა ამერიკულის და სიძულვილის ენის კრიმინალიზება მოვახდინოთ, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ, თქვათ, ესეთი სიძულვილის ენაზე საუბარი, შუღლის გაღვივება, ადამიანის კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, იდენტობის თუ ასე შემდეგ ამ ნიშნების შეიძლება რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით. და მეორე მხარეს გაქვთ ეკლესია, რომ დავამთავრო ის, რომელიც ასევე ითხოვს გამოხატვის შეზღუდვას, ოღონდ გამოხატვის შეზღუდვას, იმ ტიპის გამოხატვის შეზღუდვას, რომელიც მათი რწმენით და მათი აზრით შეუძრაწყობს უმრავლესობის მორწმუნეთა იმას რა. რაც შეეხება დასავალს, ესეც არის, ესე იგი, გამოხატვის თავისუფლების ნაწილი რა, რამდენადაც მიუღებელი იყოს, არ უნდა მოგწონდეს და ასე შემდეგ, ეს არის სწორედ ჩვენ ვართ ამ გამოხატვის თავისუფლებაში, პრინციპში გვაქვს ამერიკული ტიპის კანონმდებლობა, ჩემი აზრით, ხო, მე მგონი ესეც არის და ასავალ-დასავალი წარმოადგენს სწორედ აი ამ გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში მოქმედებს, ეს გვაძლევს ყველა ადამიანს აძლევს გამოხატვის თავისუფლებას. ცხადია და ამის გამო არსებობს ასავალ-დასავალი. გამოსავალი არის ერთადერთი რაღაცა, თუ კი გაზეთში ან არა მოხდელობაში არ ასავალ-დასავალი, არამედ სხვა ტელევიზია, სხვა გაზეთი, სადაც იქნება ღია მოწოდება დაუშვათ ადამიანის მოკვლისკენ, ფესერის და ასე შემდეგ. არა, ასავალ-დასავალშიც გვაქვს ეს ღია მოწოდება, მაგრამ საფრთხის ტესტი უნდა ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ყისერი საფრთხეს უნდა ქმნიდეს, თუნდაც მოწოდება და ბოლოს არსებობს ასეთ შემთხვევებში სასამართლოები, სადაც ადამიანმა უნდა ესე იგი ანიჩილოს ღირსების შეურაცხყოფის გამო ან რაღაც სხვა ქმედება უნდა ჩაიდინოს. ანუ ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, ანუ რისი თქმა მინდა, უпростоრად მე არ მივემხრობოდი ევროპულ კანონმდებლობას თვითგამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ევროპული კანონმდებლობა ბევრი რაღაცით არის შეზღუდული ამ შემთხვევაში.
განსაკუთრებით ეს ეხება ჰოლოკოსტის თემას, სადაც უკვე ეს ვიცით რატომ და როგორც არის, კითხვის დასმაც კი არის, ესე იგი კანონის დარღვევა და ამის გამო ისჯებიან ადამიანები. ევროპული ტრადიცია სხვა არის, მე მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ დაუშვათ ჩვენი გამონათქვამების გამო დისკუსიებს გავმართავთ და მეტის თავისუფლება გვექნება ვილაპარაკოთ, ხო? გამოთქვათ ჩვენი აზრი და ამაზე შემდეგ დისკუსიები იყოს და არაცალადობა, ეს არის ჩვენი განვითარების საშუალება და როცა იქნება შეზღუდვები ამ თვითგამოხატვაში, ან ვინმე იტყვის რომ ასე უნდა იყოს, ან ისე უნდა იყოს, ეს გამოიწვევს უამრავ პრობლემას საზოგადოებაში. კი ბატონო, იგივე კითხვა მექნება ბექა თქვენთანაც, ანუ ერთ მხარეს გაქვს სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის კრიმინალიზების მომხრეები, მეორე მხარეს გაქვს რელიგიური გრძნობები და რელიგიური გრძნობების შელახვის შეზღუდვის ინიციატივები, აი დღესაც დააყენა საპატრიარქო მსგავსი ინიციატივა. როგორ ფიქრობ, თითქოს გასაგებია რომ ორ სრულიად განსხვავებულ ჯგუფთან გვაქვს საქმე, მაგრამ გამოხატვის შეზღუდვის ნაწილში ეს ჯგუფები ერთმანეთს ეთანხმებიან იმ თვალსაზრისით, რომ იმ ტიპის გამოხატვა, რასაც ისინი არაკორექტულად მიიჩნევენ, თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე და შეიძლება სრულიად კეთილშობილური მიზნებიდან გამომდინარე, ძირითადად თქო ერთმანეთს აი ესე გვანან, როგორ ვთქვა, თუ შეიძლება რომ ამას ესეთ რამე დავარქვა. აქ პირველ ყოვლისა ის უნდა ითქვას, რომ გამოხატვის თავისუფლება თავად არის დაკავშირებული ადამიანის ღირსების იმ გაგებასთან, რომლის საფუძველი არის ქრისტიანობა, რომ ადამიანი არის თავისუფალი და რამდენადაც ის ამ თავისუფლების აქტს ახორციელებს, ანუ აზროვნებს, იმდენად შეუძლია მას გამოხატოს, გამოთქვას ნებისმიერი აზრი და ნებისმიერი ფორმით გამოავლინოს თავისი სათქმელი. გამოხატვის თავისუფლების პირველი არა, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ქრისტიანობაში, იმიტომ რომ მანამდე წინასწარმეტყველებიც ასე იქცეოდნენ სწორედ, თავად იესო ქრისტე, რომელიც შეეწირა კიდევაც იმას, რომ მას დაბრალდა მკრეხელობა. მას დაბრალდა მკრეხელობა და ღვთისგმობა და აი თანამედროვე ტერმინით რომ თქვათ, რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა. რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა სხვა არაფერია თუ არა, ეს შუა საუკუნეებისეული გაგების ახალი დროის ენით გადმოცემა, რაც გულისხმობდა მკრეხელობის ან უხამსობის დასჯას. შესაბამისად, თავად ევროპული კანონმდებლობა გარკვეულწილად მაშინ, როდესაც ის ამა თუ იმ ფორმით ზღუდავს ან რელიგიური გზნობების პირობითად, იმიტომ რომ ეს რამე ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს ამას ინტერპრეტაცია წირდება სერიოზულად, იმიტომ რომ პირველად რელიგიური გზნობები, როგორც ასე დამკვიდრდა მხოლოდ შლეიმახერთან მე-18 საუკუნეში, ხო? მანამდე აი მკრეხელობაზე იყო ლაპარაკი და განსამარტია, ხო, ეს ჩემი აზრით აი ეს ევროპული მიდგომა ამ თვალსაზრისით სცილდება ადამიანის ღირსების იმ გაგებას, რომელზეც დგას თავად დასავლური ცივილიზაცია და ევროპული ცივილიზაცია, ეს არის ადამიანის თავისუფლება და ღირსების დაკავშირება მხოლოდ თავისუფლებასთან. ეს არის ამოსავალი. ხო, ქრისტიანული მაგას გულისხმობ. რაც როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ახსენა უკვე ემზარმა, ისევე ჩვენთან ჩვენ სამართლებრივ სისტემაში ძალიან პოზიტიურია, რომ არ არის ასე თქვა წარმოდგენილი. ახლა რაც შეეხება იმას, თუ თქვა შეიძლება თუ არა აი სიძულვილის რაღაცნაირად რეგულირება. აქაც სწორედ ამასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სიძულვილიც და რაღაცა გზნობებიც არის მხოლოდ ინდივიდუალური ინტერპრეტაციის სფერო და ინდივიდუალური გაგების სფერო. სასამართლო, ჩემი აზრით და სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ვერ გადაწყვეტს, რომელი არის ჭეშმარიტი აზრი, რომელი გამოხატავს სხვა ადამიანის სიძულვილს და რა შეიძლება აიკრძალოს, ასე ვთქვათ, ადამიანის გონებით, რომ საბოლოო ჯამში გამოხატული ნათქვამი თუ რაღაც სტილო თუ მუსიკა თუ ნებისმიერი სხვა ფორმა, ხო? სამეცნიერო ტექსტებიც კი ყოფილა აკრძალვის ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში, ხო? საბოლოო ჯამში არის აზრის გამოთქმა და როდესაც შენ ან სიძულვილს კრძალავ ამ თვალსაზრისით და ადგენს სახელმწიფოს ან რომელიმე ინსტანციას მარეგულირებულად, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ამბობ, რომ ადამიანის აზრში, აზრის ფორმირება შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფო. ეს არის უკვე ტოტალიტარული ინსტინქტის მანიშნებელი და ამიტომაც სრულიად მიუღებელი პირადად ჩემთვის ერთი მხრივ როგორც სიძულვილის გამოხატვის აკრძალვა, მეორე მხრივ ასევე თქვათ რელიგიური გზნობების შექმნა. დავასრულებ ერთ რამეს. ჩემი აზრით, აი ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საპატრიარქოს ინტერესი არ არის დაკავშირებული მაინც და მაინც ამ რელიგიური გზნობების შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემასთან. რამდენადაც ახლა ვთქვათ, ვიცით რომ ეს სურათ უკვე 3 წელია
დახატულია, იყო რაღაც მცირე გამოხმაურება, ისე როგორც თავის დროზე დეისაძის ეს პერფორმანსი თუ პრეზენტაცია წიგნისა მხოლოდ რაღაც 3 თვის შემდეგ მოყვა ამას რეაგირება წინა საარჩევნოდ. ჩემს ერთ აქ საპატრიარქო ცდილობს და ეს აი მართლმსაჯულთა კავშირის ჯგუფები და ის ჯგუფები, რომლებიც აი რელიგიური შეუწყარებლობის ფონზე ცდილობენ რაღაც კონსოლიდაციას, ცდილობს უბრალოდ მობილიზება მოახდინოს ალბათ მომავალში პოლიტიკური რაღაც გარკვეული პოლიტიკური ხო ნაბიჯების გადასადგმად. ეხლა ერთ მაგალითს მოვიყვან, რამდენად დაკავშირებულია ხო მაგალითად უკვე სხვა სფეროდან. ჩვენ გვახსოვს რომ მაგალითად შანგრილა გაიხსნა საპატრიარქოსთან და ამის პასუხად პატრიარქმა იქადაგა კიდევაც რომ აი შანგრილა უნდა აიკრძალოს, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფელი როგორც ასე ვთქვათ ერის მორალური სახისა, ასევე საპატრიარქოს, იმიტომ რომ გვერდით არის საპატრიარქო, გვერდით არის ანჩისხატი, ხო? 4 წლის შემდეგ აღმოჩნდა რომ საპატრიარქოს აქვს რაღაც საერთო ბიზნეს ინტერესები სამორინე ბიზნესთან ერთად, რომელიღაც კომპანიასთან ერთად, აი ტყე პარტიის ერთობლივი მფლობელები იყვნენ ისინი, ხო? ასევე გვახსოვს სოკარის წინააღმდეგ სასულიერო პირების, აი მართლმსაჯულთა კავშირის პიკეტები, როდესაც ამბობდნენ რომ სოკარი აფინანსებს მეჩეთების ასე ვთქვათ აშენებას და ამიტომ მართლმადიდებლებმა ქრისტიანებმა არ უნდა მოიხმარონ სოკარის პროდუქცია და ზუსტად 1 წლის თავზე სოკარი აფინანსებს ფაქტობრივად მთელს საპატრიარქოს გაზსა და სავარაუდოდ ბენზინსაც, ხო? ამის შემდეგ ჩვენ სოკარის წინააღმდეგ აქციები არ ქონია. მე იმის თქმა მინდა რომ საპატრიარქოს არ აქვს რელიგიური ინტერესები, ეს არ არის მისი წინაპლანი. მისი წინაპლანი არის ერთი მხრივ ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ პოლიტიკური ინტერესები, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ფორმით. ანუ თქვენ ამბობთ რომ მათ თემა აწიეს იმისთვის რომ შემდეგ ხელისუფლებასთან ეს არის უბრალოდ მორალური პანიკა, რომელიც არაერთხელ დაუთესავს საპატრიარქო იმისთვის რომ გარკვეული რაღაცა დივიდენდები მიიღოს ამას. ოღონდ ამის თქმა ძალიან ძნელია. ეხლა თქვა აი რისკენ შეიძლება ეს იყოს მიმართული. ნახავთ უბრალოდ თუ ამას მოყვება განვითარება, როგორც ეს იყო 2010 წელს წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც სწორედ აი ამ ანუ თქვა დეისაძის წიგნის გარშემო მოხდა ახალი რაღაც პოლიტიკურ საზოგადოებრივი მოძრაობის დარაზმა მალხაზ გულაშვილის და მომკლისი, ხო? აი ნახავთ თუ ასეთი ტიპის განვითარება მოყვება, ხო? ისქნაც მოუწოდებს პირდაპირ საპატრიარქო, თქვა მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მოუწოდებს სახალხო დამცველს, მოუწოდებს სააგენტოს და ასე შემდეგ, ანუ ფართო ფრონტის გაშლა სულს გარკვეულწილად საპატრიარქოს აი ამ კონკრეტულ кейსთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ხო? რისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება 3 წლის წინ. ხო, აქ კიდევ ერთი მხარეა ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, თავი დავანებოთ ასე ვთქვათ, გარედან ხედვა სამოვლენისა. შევხედოთ, აი პირადად მე შემიძლია ვთქვა, რომ ის რასაც ბოლო წლების განმავლობაში საპატრიარქო, უშუალოდ პატრიარქი და დიდი ნაწილი სასულიერო პირებისა ქადაგებს, იქნება ეს სტალინის ქადაგება, თუ იქნება ეს ძალადობის ქადაგება, მოწოდება პირდაპირ ძალადობისკენ, იგივე 17 მაისის მოვლენა. ეს არის სწორედ ის, რასაც პატრიარქი უწოდებს, თქვათ, აი ამ სურათის ხო, ეს არის ზუსტად რელიგიური გზნობების, კი არა და მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობის შეურაცხყოფა საქართველოში. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა საქართველოში. კი ბატონო, ზალ ანდრონიკაშვილი არის მზად იმისთვის, რომ ჩაგვერთოს. ზალ გამარჯობა. დიდი მადლობა დრო რომ გამონახეთ თეორემაში მონაწილეობის მისაღებად. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე საუბრობდით და რელიგიური გრძნობებს როგორ უნდა განსაზღვროთ, რა არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ რელიგია არ არის ერთი, რელიგია არის მრავალი. შეიძლება მე ვიყო, არ ვიცი, მე მფრინავის სპაგეტის მონსტრის რაღაც კერპის თაყვანისმცემელი, შეიძლება თქვათ, არ ვიცი, მე სხვადასხვა ტიპის რელიგია არსებობს, ხო? და ქვეყანაში თუ არის თანასწორობა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გავარჩიოთ, ვისი რელიგიური გრძნობები შეურაცხყოფოთ და ვისი არა და სადამდე შეიძლება წავიდეთ ზოგადად ამ თემას თუ შევყევით, თუ შეიძლება რომ ამაზე გითხრათ თქვენი აზრი. პირიქით ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. რელიგიური გრძნობები არის ძალიან ბუნდოვანი ტერმინი და შეიძლება ითქვას, რომ არც არანაირი ცნება არ არის. ცოტა ხანს უსმენდი ბექას, რასაც ლაპარაკობდა და მინდა დავეთანხმო იმაში, რომ ის როგორც გამოიყენება საქართველოში ეს რელიგიური გრძნობები, რეალურად ეს არის რაღაცა კონტეინერი, რაღაცა შიგთავსი, ასე ვთქვათ, რაღაცა ფორმა, რომელსაც გარკვეული ძალები და კონკრეტულად საპატრიარქო ცდილობენ გამოიყენონ იმისათვის, რომ თავს დაესხან და
შეზღუდონ სხვისი თავისუფლება. კერძოდ ამ შემთხვევაში, დღევანდელ შემთხვევაში ეს არის უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება. ზოგადად, თქვათ, როდესაც ჩვენ სხვა ქვეყნებში გვაქვს ლაპარაკი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე, ეს არის მეტნაკლებად კაცრად განმარტებული იურიდიული კატეგორია, სადაც ლაპარაკია მაგალითად ძალიან უშუალოდ შებრალვაზე რაღაცა სიწმინდეების. მაგალითად, თუ ჩვენ გავიხსენებთ შემთხვევას, როდესაც საქართველოში მაგალითად ერთ-ერთი მეჩეთის კარებზე დაამაგრეს ღორის თავი, აი სწორედ ეს არის მორწმუნის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, როდესაც შენ მიდიხარ და მის რაღაცა სიწმინდეს, ასე ვთქვათ, ფიზიკურად აზიანებ ფაქტობრივად. ხალავ აზიანებ და მოგვიგონდა ამაზე ჩვენ რა თქმა უნდა ვერანაირ რეაქციას ვერ გავიგონებდით და ვერც საპატრიარქოსგან და ვერც ახლა აი რელიგიური გრძნობების გამოაღებებული ადამიანებისგან, სწორედ იმიტომ, რომ არანაირ რელიგიურ გრძნობებზე ლაპარაკი არც არის. ეს სრულებით არ არის თავარი, ეს არის მხოლოდ საბაბი სხვა რაღაცეებისთვის და ეს სხვა რაღაცა, მინდა ისევ დავეთანხმო ბექას, ეს არის უბრალოდ ძალაუფლებისთვის მეტი ძალაუფლებისთვის, მეტი გავლენისთვის ბრძოლა და სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოსახულებების, წმინდანების გამოსახულებებით, თქო, ეს თემა დღეს არ დაწყებულა, ძალიან დიდი ხნის წინ. თქვენი ბლოგი წავიკითხე ზუსტად ხატმებრძოლებასთან დაკავშირებით, ან მაშინაც, თქო, ზოგადად წმინდანების გამოსახვა, წმინდანების დახატვა ითვლებოდა ზუსტად მკრეხელობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. თუ შეგიძლიათ რომ ამასთან დაკავშირებით, ანუ აქედან როგორ მივედით რენესანსამდე და თუნდაც მე იმის მიღმა როგორ გავყევით ამაზე რო თუ შეგიძლიათ რომ ორი სიტყვით ფაქტობრივად ქრისტიანობის დასაწყისიდანვე ქრისტიანობის პირველივე დღეებიდანვე უბრალოდ როდესაც ქრისტიანობა ყალიბდებოდა რელიგიად მიდიოდა კამათი იმის შესახებ შეიძლება თუ არ შეიძლება ღმერთის გამოსახვა, ხო? ანუ თავიდან ლაპარაკი იყო, თქვათ, ქრისტეს გამოსახულებებზე რა. და ნუ გაიმარჯვა ყოველ შემთხვევაში იმ თეოლოგიურმა ხაზმა, რომელიც ამბობდა, რომ რადგან, ასე ვთქვათ, შეიძლება რადგან ღმერთი განხორციელდა, ხორციელად მოევლინა სამყაროს, ქრისტე მოევლინა ხორციელად სამყაროს, შეიძლება მისი გამოხატვაც, ხო? მაგრამ ეს კამათი, ასე ვთქვათ, არ დამთავრებულა მე-4 საუკუნეში, გაგრძელდა მერე მე-7 და მე-8 საუკუნეებში, როდესაც აი ხატმებრძოლები ცდილობდნენ, ასე ვთქვათ, სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით არათქვა აეგრძალათ ხატები, არამედ ფიზიკურად გაენადგურებინათ კიდევაც, ხო? ანუ ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენი ხატების ისტორიასაც თუ გადავავლებთ თვალს, ფაქტიურად მე-9 საუკუნემდე ვერაფერს ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ მთელი იქამდელი იკონოგრაფია შეეწირა ხატმებრძოლებს, მაგრამ შემდეგ გაიმარჯვა საბოლოო ჯამში იმ აზრმა, რომ ხატი, ანუ შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ, გამოვხატოთ საკრალური გამოსახულებები, შეიძლება დავხატოთ ღმერთი, სხვანაირად ფიქრობდნენ მუსულმანები, სხვანაირად ფიქრობდნენ იუდეველები, მაგრამ ქრისტიანობაში ყოველ შემთხვევაში ეს აზრი გავრცელდა და რახან გავრცელდა ეს აზრი გამოსახულებასთან თავისუფალი გამოსახულებასთან ლიბერალური მოპყრობა გახდა საბოლოო ჯამში ამ გამოსახულების ემანციპაციის საწინდარი არა და სწორედ ამ გამოსახულების ემანციპაციის საწინდარია რომ გამოსახულება გავიდა უკვე ამ რაღაცა საკრალურობის რელიგიური ხელოვნების ფარგლებიდან და გახდა უკვე საერო ხო და ეს იყო უკვე ფაქტიურად რენესანსი და აი ამ რენესანსს მოყვება ყველაფერი რაც არის ჩვენი დღევანდელი ვიზუალური კულტურა ხო ანუ ჩვენ რო დღეს ვივართ თქვა მე თქვენ აქ ახლა Skype-ის საშუალებით გელაპარაკებით და თქვენი ტელემაყურებელი გიყურეთ თავისთან სახში უყურებს ტელევიზორს აი ეს არის სწორედ აი ამ ქრისტიანული კულტურის ხატებთან საკრალურ გამოსახულებებთან ლიბერალური მოპყრობის პირდაპირ შედეგი კი ბატონო და მე მინდა თქვენს კითხოთ და სტუდიაში მსხვილობებსაც გასაგებია ვთქვათ პატრიარქის და ამ შემთხვევაში საპატრიარქოს რა ინტერესი აქვს ეს ცალკე საკითხი მაგრამ საპატრიარქოს ძალაუფლებას და გავლენას ემყარება კონკრეტულ ადამიანებს მრევლი ყავს საპატრიარქოს და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ხდება ხელისუფლებებისთვის იმიტომ რომ მათ იოლად შეუძლიათ ყოველ შემთხვევაში ამისი მცდელობები ჩვენ გვახსოვთ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ან მომხრედრომ განაწყონ თავიანთი მრევლი ამ შემთხვევაში მე უსმენ ხოლმე იმ ადამიანებს რომლებიც გაბრაზებულები მოდიან ჩემთან და შეიძლება სრულად გულწრფელად მიზიარებენ თავის აღშფოთებას ამ
შემთხვევაში ლია უკლებას ნახატთანაც პრობლემა სწორედ ეს ქონდათ, რომ ეს არსებული ხატიაო და ამ ხატს ეს ხატი გადააკეთა და ამით შეურაცხყო ჩვენი გზნობა. აი, ამ ადამიანებთან როგორ შეიძლება რომ ამ ნაწყენ ადამიანებს, რომლებიც გასაგებია შეიძლება პატრიარქმა შეახსენა რომ ნაწყენები უნდა იყვნენ და საერთოდ არც ენახათ ეს ნამუშევარი, მაგრამ ახლა როცა ნახეს ამათ როგორ აუხსნათ რომ ეს არ არის მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, თუნდაც არსებული ხატი რომ აეღო ლია უკლებას და მასში რაღაც აზრი ჩაედო, პისტოლეტი დაეჭერინებინან და საფეთქელზე მიებჯინან. აი ეს როგორ შეიძლება რომ ამ დროს ადამიანებთან აი ეს სწორი კომუნიკაცია დაამყარო, ისე რომ არ შეურაცხყო ისინი, არ დასცინომათ, გაითვალისწინო მათი აზრით და ამავდროულად რაღაცნაირად აუხსნა რომ მათი შეურაცხყოფა არტისტის მიზანი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მათი შეურაცხყოფა არ არის არც ანარანაირად გამართლებული, თქვათ და არც ყოფილა ეს არც მხატვრის მაინც და მაინც მიზანი და რა თქმა უნდა არც ჩვენი მათთან კომუნიკაციის მიზანი შეიძლება იყოს, ხო? უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რომ ხელოვნება საერთოდ წარმოიდგინეთ, ხო, ხელოვნება ეს არ არის რაღაცა ერთ განზომილებიანი რაღაც, ხო? ანუ ხელოვნებას არ შეიძლება კონდეს ერთი მნიშვნელობა და ერთი საზრისი, არა? ანუ როდესაც ლაპარაკია რაღაცა ხელოვნების ნაწარმოებზე, თქვათ, ისევ განსხვავებით კარიკატურისგან, მას არ აქვს კონკრეტული მიმართულება, ის არ არის მიმართული ვიღაცისაკენ იმ თვალსაზრისით, რომ უნდა რაღაცა მარტივი ერთმნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, ან ერთმმნიშვნელოვანი სათქმელი უთხრას და გააგებინოს, ხო? ისევ აი ამ ლია უკლებას ნახატს რო დაუბრუნდეთ, ხო? ის იძლევა რაღაცა ძალიან ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობის, სხვადასხვა განმარტების შესაძლებლობას და გასაგებია, რომ ვიღაცას შეიძლება, თქვათ, ამის გამო დარჩეს რაღაცა სუდის შთაბეჭდილება ან უბრალოდ არ მოეწონოს ეს ნახატი, ხო არ არის აუცილებელი ვიღაცას მოეწონოს. თქვენ ამბობთ, რომ სინამდვილეში ლია უკლებას ნახატი ალბათ ყველაზე ქრისტიანულია, რაც კი საქართველოში შექმნილა ბოლო 25 წლის განმავლობაში. რა გაძლევთ ამის თქმის შესაძლებლობას? მე მგონია ეს ესეა, იმიტომ რომ ის აღძრევს ცოცხალ გზნობას, ცოცხალ რელიგიურ გზნობას, რა. ამდენ ადამიანში რომ ამ ნახატს არ გამოიწვია რაღაც უზარმაზარი ემოცია, ხო, რომელზეც რაღაც ნახევარი საქართველოს ლაპარაკობს უკვე 3 დღის განმავლობაში, რა. წარმოიდგინეთ, ახლა რა შეიძლება და ყოფილიყო. გამოიწვია მან ცოცხალი ემოცია, გამოიწვია თან ცოცხალი რელიგიური ემოცია, ხო, რომელიც დაკავშირებულია, თქვათ, ბევრი ადამიანის რელიგიურ გზნობასთან, ოღონდ ეს ემოცია გამოიწვია აგრესიის ფორმით. ზალ, არ წახვიდეთ არსად ბექას უნდოდა დამატება და მე სტუდიის სტუმრებსაც დავაბრუნებ, თქვენს გაიგებთ რა საკურველია, რაზე საუბრობენ ისინი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა თვითგამოხატვისა რელიგიაში არის მხილება. მე ასეთი ტიპის ასე ვთქვათ, არტს ან გამოხატვის ფორმას აღვიქვავ როგორც ყოველთვის აღვიქვავ როგორც დამაფიქრებელს ჩემი ქრისტიანული თვითშეგნებისათვის, ასე რომ ვთქვათ რა. შეიძლება ავტორი ამას აი ამ მიზნით და ამ ასე ვთქვათ შინაარსით არ გადმოსცემს, მაგრამ ჩემი აზრით ქრისტიანული პასუხი ამაზე არის უპირველეს ყოვლისა თვითრეფლექსია. რატომ ხდება ის რაც ხდება, ხო, რატო ხატავს, თქვათ, საფეთქელი, სუიციდის პროპაგანდას ღვთისმშობელმა საფეთქელი, ხო? აქ უნდა დაფიქრდეს შენს მორალურ მდგომარეობაზე, უნდა დაფიქრდეს შენს რელიგიურ მდგომარეობაზე, რელიგიურ თვითშეგნებაზე, კულტურაზე, პოლიტიკაზე, იმ ქაოსზე და არეულობაზე ადამიანის ცნობიერებაში, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში. მთელ მსოფლიოში შეიძლება ითქვას. იმაზე, რომ თქვათ, რელიგიის სახელით ხდება მუდმივი ძალადობა. ძალადობა როგორც ფიზიკური გაგებით პირდაპირ კლავენ რელიგიის სახელით ადამიანებს, ასევე ძალადობა ადამიანის ცნობიერებაზე, ხომ? როდესაც რელიგიის სახელით მოუწოდებენ ადამიანებს არ იფიქრონ ისე, როგორც ისინი ფიქრობენ. და ამ დროს სრულიად სხვა მიზნები აქვთ იმათ, ვინც ამისკენ მოუწოდებს. აი ეს არის ჩემი აზრით ესეთი უნდა იყოს ქრისტიანული პასუხი, მაგრამ დაუშვათ, თქვათ, მართლაც ადამიანები სინდისიერად არიან, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფილები ამის გამო და ეს მათი შინაგანი გზნობა არის და რეალურად, ასე ვთქვათ, გამოხატავენ გულის ტკივილს, ხო? ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, იქნება ეს მღვდელმთავარი, მღვდელი თუ უბრალო რიგითი ქრისტიანი მორწმუნე, ხომ? აქვთ, რა თქმა უნდა, პროტესტ ნებისმიერს, არა მარტო ქრისტეს, აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება, მაგრამ აქაც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით და ლიბერალურ საზოგადოებაში არსებობს წითელი ხაზი. წითელი ხაზი არის კანონი.
რომელიც გზავავს ყოველგვარ ძალადობას. კი, თუმცა თავად ავტორის ახსნა ესეთია, თქვენ არ ხართ ღირსი, გაგიჩინოთ ღმერთი, ამას გულისხმობდი. ხო, ეს შეიძლება ავტორის ახსნა იყოს, მაგრამ მე სულად თავისუფალი ვარ ამის ინტერპრეტაციაში. ინტერპრეტაციასაც შეიძლება მნიშვნელობა არ კონდეს, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ხელოვნების ნაწარმოები იქნება, ავტორმა რამდენი ინტერპრეტაციაც არ უნდა გააკეთოს, თუ მკვლევარი ხარ, მაშინ შენთვის ეს რაღაც ინფორმაცია შეიცავს, მაგრამ თუ ხარ ადამიანი, რომელიც ამას აღიქვამს როგორც ხელოვნების ნაწარმოებს ან პლაკატს, პროვოკაციას და ასე შემდეგ, ეს უკვე ჩემზეა მინდობილი და მე რაც მინდა ამ ინტერპრეტაციას გავაკეთო. საქმე ის არის, რომ ყველა სოციალური ჯგუფი იბრძვის ამ ზეგავლენისთვის პრაქტიკულად და ეს არის თანამედროვე სამყაროს ლოგიკა რა. ყველას უნდა აღიარება, ყველას უნდა ზეგავლენის მოპოვება, ყველა ჯგუფს, რაც კი არსებობს და ყველა ნებისმიერ ადამიანს. ამაზე ახლა რო ვთქვათ, რომ ეს ასე არ არის, ეს რისთვის საქმიანობს ადამიანი და რისთვის ეწევა რამე სამუშაოს. მას უნდა მიიღოს აღიარება, რასაც მოყვებას გარკვეული გავლენები ჯგუფებზე, ჩვენ საუბრობთ იმისთვის, რომ ვიღაცა მოგვისმინოს და მხარი დაგვიჭიროს. ეს არის ნორმალური რამ, მე მგონი და აქ ეს არასდროს არ არის პრობლემა. პრობლემა სხვა რამეშია და მე მინდა ბექას გავმეხორ, ეგ არის რამდენად კანონი რამდენად იცავს ადამიანებს, ან თამაშის წესები კანონით როგორ არის დადგენილი და ვარღვევთ თუ არა კანონს. მე მგონი ამ შემთხვევაში კანონის დარღვევა ჯერ ძალადობასთან მე მგონი რამდენადაც მე ვიცი ძალადობასთან საქმე არ ქონია და ეს არის მხოლოდ კარგი. ანუ მე რას გულისხმობ, რომ უნდა იყოს დისკუსია, ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და გარკვეულად ხელოვანი ყოველთვის ნებისმიერი ჩვენგანი მიდის რისკზე, ადამიანი არის რისკში მყოფი არსება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კეთილშობილის რახვაც კი მეორე ადამიანმა შეიძლება აღიქვას სრულებით მტრულად და ჩვენ მივიღოთ სხვა შედეგი. ანუ ამ შემთხვევაში მხატვარზე მაქვს, ესე იგი მხატვარზე მინდა ვთქვა, რომ ეს მისი რისკია, მისი გაბედულება, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება და ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება საზოგადოებაში სწორედ ამგვარად არის. მაგრამ ერთმანეთს დავამატებთ. კი ბატონო, თათამაც თქვენს ერთიდაცია დავამატებთ. აქ პრობლემა დგას ის, რომ ამ საზოგადოებაში, სადაც ჩვენ უკვე მრავალგზის გამოვცადეთ ის, რომ ექსტრემისტულმა ჯგუფებმა შეიძლება თავდასხმა მოახდინონ ადამიანზე, რომლის მოსაზრებებიც მათ არ მოსწონს, რომლის გამოხატვის ფორმებიც მათ არ მოსწონს, ხო, უკვე ამ შემთხვევაში დგება თვითონ უშუალო რისკები ამ ადამიანის უსაფრთხოებასთან მიმართებაში, რომელიც არის. ვიფიქროთ ყოველთვის ამაზე, მაგრამ მე მგონი რაღაც ჩვენ საზოგადოებაში რაღაცა წინსვლა არის ამ თვალსაზრისით რა. იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით ძალიან ესკალაციას, რომელიც შეიძლება ადვილად გადასულიყო ფიზიკურ შეხლა-შემოხლაც იყო და მთელი ამბავი, მაგრამ ბოლო დროს ჩემი დაკვირვებით მე ვამბობ, რომ რაღაც გაკვეთილები მივიღეთ საზოგადოებამ და ნაკლებია, მეტია ლაპარაკი და ეს მისასაც ჩვენ ამას უნდა შევუწყოთ ხელი. ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მეტი დისკუსია იყოს და არ იყოს ძალადობა, თორემ ყოველთვის იქნება ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რაც მე მგონი მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ხო? ჩვენი იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩვენ დღეს ვაშენებთ, ხო? ეს არის თავისუფალი საზოგადოება, ეს არის თავისუფალი თანასწორი ადამიანების საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რომ არავის, არც ჩვენ, არც იმათ არ აქვს ჭეშმარიტებაზე მონოპოლია, ხო? არც ჩვენი ინტერპრეტაციაა ჭეშმარიტება საბოლოო ინსტანციაში და არც, რა თქმა უნდა, ის, რასაც ისინი ამბობენ, ხო? ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა არის, აი ეს რაღაცა ბოლო ინსტანციის სიმართლე. ყველა, ვინც აი ამ პრეტენზიით გამოდის, არა? ანუ ყველა, ვინც ამბობს, რომ მე ვიცი საბოლოო პასუხი რაღაცა კითხვაზე, ის ყველა, ანუ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, არის უკვე რაღაცა შემდეგი ავტორიტარიზმის აგენტია, ასე ვთქვათ, აი ამ საზოგადოებაში, ხო? ეს არის აი ამაზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევთანხმდეთ და სწორედ აი ამ პოზიციებიდან ველაპარაკოთ ერთმანეთს ხო აქ უკვე ავტომატურად გამოირიცხება მაშინ ყველანაირი ლაპარაკი იმაზე რომ ისინი არიან მტრეები ან ჩვენ ვართ მტრეები რომ ის არის რა ქვია ვიღაცა არის ბნელი ან ვიღაცა არის ნათელი და ასე შემდეგ აი ესეთი რაღაცა მანიქეიზმი ესეთი დიქოტომიური დაყოფა კარგებად და ცუდებად საზოგადოებაში უნდა აღმოიფხრას და უნდა აღმოიფხროს სწორედ აი ამ თანასწორობის კი მაგრამ ხომ არის რაღაცები რაც ვიცით რომ აი ეს არის ჭეშმარიტება და არა ის რასაც სხვა თავისთავად ის რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე არის შეიძლება თუ არა ეს ჩავთვალო მე ჭეშმარიტება ეს შეიძლება მივიღოთ ჭეშმარიტება და საერთო თამაშის წესებად მაგრამ აი დაუბრუნდეთ ისევ კანონს მე ვფიქრობ რომ
ამ ტიპის მოვლენათა მიმართებით ყველაზე პრობლემატური სფერო არის კანონის აღსრულება, კანონის უზენაესობის დაცვა. რელიგიის უმრავლესობის რელიგიის საფუძველზე, ასე ვთქვათ, განხორციელებული ძალადობა რჩება უპასუხოდ წლების განმავლობაში. ეს არ ეხება მარტო ვთქვათ შემოქმედებით თვითგამოხატვას. არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი იმის გამო, რომ თავს ეს 17-მე პირიქით გაამართლა სასამართლომ, ხო? არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი 130-ზე მეტი кейსია ბოლო 3 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, მათ შორის უმრავლესობა არის ძალადობისა, არც ერთი ადამიანი ამის გამო არც ერთ ადამიანს პასუხი არ უგია ამის გამო. მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული მთელი წყება მოქმედებებისა, რომელიც სრულიად გასული იყო სახელმწიფოს მხრიდანაც, მათ შორის კანონის ფარგლებიდან და სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ უნდა განხორციელებული იყო სამართლებრივი დევნა იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს მუსლიმთა წინააღმდეგ, იქნება ეს მეჩეთის დანგრევა, იქნება მინარეთის მოჭრა, ბოლოს გამოდევნა სოფლით. არც ერთი ამ შემთხვევის საპასუხოდ არ მოქმედებულა კანონი. ეს არის პრობლემატური აქ, ანუ რელიგია არა უმრავლესობის, ასე ვთქვათ, რელიგიური გზნობები თუ ძალაუფლება გასულია ჩვენი კანონმდებლობის სივრცეში. ჩვენ არა ვართ თანასწორ უფლებიანები de facto ვართ, მაგრამ de jure უბრალოდ არა ვართ, ანუ რეალურად არა ვართ კანონის თანასწორ. თქვენ ამბობთ, რომ თავისთავად პატრიარქის შეფასება შეიძლება არ იყოს იმხელა პრობლემა იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო იქნება სწორედაც იმიტომ, აი ეგ არის თავარი. როდესაც ხომეინიმ გამოაცხადა ფეტვა სალმან რუშდის წინააღმდეგ, ეს არ იყო კანონი, არამედ ეს იყო მორალური ძალაუფლების განხორციელება იმ საზოგადოებაზე, რომელიც მოქმედებდა თეოკრატიული პრინციპებით და თეოკრატიული ტოტალიტარული პრინციპებით, ხომ? ამიტომ გახდა მისი სიცოცხლე დასაცავი. პატრიარქსაც შეუძლია თქვას, რა თქმა უნდა, ისევ როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი აზრი გამოხატოს, სტალინზეც იქადაგოს, პუტინზეც იქადაგოს, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს ადამიანის სიცოცხლეს და მის უსაფრთხოებას. აი ეს ზღვარი უნდა გადაკეთდეს. ანუ ამ შემთხვევაში პრობლემა იმაშია, პრობლემად იმას ხედავ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პატრიარქი საუბრობს იმაზე, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, თუ ამას რაღაცა დავალებად მიიღებს მისი მრევლის რაღაცა გარკვეული ექსტრემისტული ნაწილი და მივა ლია უკლებას, თქვათ, იგივე ან ფიზიკურად შესახებად, როგორც 17 მაისს მოხდა, ის რომ სადიქნებია სამართალდამცავები სახელმწიფო ამ დროს და დაიცავს თუ არა. ეს დეისაძის შემთხვევაში და ვთქვათ, იგივე თეატრუთფერიძის შემთხვევაში ასევე არ იყო ერთმნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწია სამოქალაქო საზოგადოებას ეგრეთ წოდებულს იმისთვის, რომ დეისაძეც და თეატრუთფერიძეც ყოფილიყვნენ დაცულები რეალურად მაშინაც კი და ეხლა მით უმეტეს მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ნებას დაეხმარნენ წინა ხელისუფლებას ფაქტობრივად, იმიტომ რომ ოპოზიციურ არხზე, ოპოზიციურ არხის რაღაც ერთ-ერთ წამყვანს აი მხოლოდ ამ დროს მოხდა მათი კი ბატონო, თუ შეიძლება ზალდა უნდა დაგემშვიდობოთ თქვენს და სტუმრებსაც უნდა მივცე ბოლო რეპლიკისას. ერთ პატარა რაღაცას დავამატებ, რა თქმა უნდა, მართალია ბექა იმაში, რომ მნიშვნელოვანია სად იქნებიან სამართალდამცავები და რას გააკეთებენ, მაგრამ მე მაინც უკიდურესად სახიფათო მგონია ეს ფორმა სწორედ რომელსაც მიმართავს საპატრიარქო. ხო, ეს არის მუდმივი რაღაცა დაშინების ფორმა, რომ აი რაღაც ისე რა ვთქვათ, ირღვევა სამოქალაქო მშვიდობა, რომ აი ისინი ძლივს აკავებენ და ვერ აკავებენ აღშფოთებულ მრევლს, ანუ სულ ხდება ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ ისინი ცდილობენ თითქოს რაღაც არსებული, მაგრამ სინამდვილეში არ არსებული დაძაბულობის განმუხტვას, რაც თავისთავად პირიქით აი ამ დაძაბულობას აჩენს. ანუ მუდმივად ხდება რაღაც აგრესიული გარემოს შექმნა, რომელიც მოწოდებულია იმისკენ, რომ თქვა სიტყვაზე კონკრეტული ხელოვანი ან ვიღაცა თქვა სიტყვაზე მეცნიერი ან უნივერსიტეტი ან სტუდენტი დააშინოს და ამყოფოს რაღაცა შიშის ქვეშ, რომ რაღაცა მოხდება რაღაცა შემდეგი პოგრომი და ასე შემდეგ, ხო და ხდება კიდევაც მე ამ პოგრომის ავტორებს, ასე ვთქვათ, ემიჯნებიან ერთის მხრივ, მეორეს მხრივ აჯილდოვებენ და ვექცევით, ასე ვთქვათ, აი რაღაცა ტოტალიტარული ძალადობის სპირალში. ეს არის უკიდურესად სახიფათო და მე მინდა რომ მოუწოდო ყველას, ვინც არის აი ამ საქმეში ჩართული, რომ აი ამ ძალიან სახიფათო ჯინის ამოშვებას ბოთლიდან შეეშვა. კი ბატონო, დიდი მადლობა ზალ იმისთვის, რომ თეორემაში მონაწილეობა მიიღეთ. მე სტუდიის სტუმრებს მინდა მივცე ბოლო რეპლიკების შესაძლებლობა და შემდეგ უკვე ასევე გამოხატვის თავისუფლებაზე უნდა განვაგდო საუბარი, ოღონდ ამჯერად ამ თავისუფლებას უკვე ბიძინა ივანიშვილისგან ვიცავთ და არა საპატრიარქოსგან, თუ შეიძლება. ძალიან შეიძლება საუბრობთ ხოლმე ყველას რელიგიურ ცნობებზე, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით
რამდენად შეეხო ეს დაუშვათ ყოველდღიურობაში მყოფ ქრისტიანს და ფიქრობს თუ არა იმაზე, რაც ჩვენ ახლა განვიხილავთ და ხშირად ინსტიტუციები გამოდიან ყველა სახელით, რა ძალიან დიდი პრობლემა არის ხოლმე და ეს ასე არ უნდა იყოს, ჩემი აზრით, რომ ჩვენ არ ვიცით, ჩვენ პრინციპში არ ვიცით ფორმალური მხარე ერთია დაუშვათ ქრისტიანობის აღიარების, მაგრამ მეორეა რამდენად რეალურია ეს რელიგია ადამიანების პრაქტიკაში, ესეც არ ვიცით, ამიტომ ძალიან ბუნდოვანია ეს სფერო. ეს იმისთვის რომ ეს გავიგოთ. ეს უნდა გავიგოთ, ალბათ, გამოკითხვები ხშირ შემთხვევაში ამას არ აჩვენებს, იმიტომ რომ თუ რაოდენობა სპეციფიკური გამოკითხვა არ რთული ამბავია. ფორმალურად ადამიანი გეუბნება, რომ არის ამხსარებელი, მაგრამ და ის ადამიანი, რომელიც ფორმალურად გეუბნება, რომ ამხსარებელია, ძალიან სასტიკი შეიძლება იყოს კონკრეტულ სიტუაციაში, როცა ეხება რაღაც სიწმინდის შეურაცხყოფას და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან ძნელი სამყარო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, იმიტომ რომ ეს ახლა ყველაფერი დუხს და ესე იგი იხარშება, მაგრამ მთავარი მომენტი არის ის, რომ საზოგადოება ალბათ მე იმედს ვიტოვებ, რომ მისწავლა, რომ ყველაზე კომფორტული და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეინარჩუნოს დისკუსია და იყოს საუბარი და არ იყოს ძალადობა. აი ამაზე თუ აი სოციალურ მედიას ამ ყველაფერში რა როლი ქონდა აი მუსლიმური საძმოს თემა ამბავი მახსენდება თქვათ იგივე ეგვიპტეში, იმიტომ რომ თქვათ იგივე სოციალური მედია, ინტერნეტ კომუნიკაცია, თუნდაც ინტერნეტ აგრესია, ინტერნეტ ანუ იქ ჩემს გვერდზეც რო შეხვიდეთ, თქვათ იგივე სადაც მე ეს ლილია უკლებას ფოტო დავდე სოლიდარობის ნიშნად, იმის ქვეშ ძალიან ბევრი ადამიანი ხა იქ არის მოსული, რეებს იძახის, მაგინებს, აგრესიულია ჩემს მიმართ. და ნუ ყველა ერთმანეთის მიმართ ვინც თქვა საწინააღმდეგო პოზიციაზე ასე შემდეგ. რა როლი შეიძლება ქონდეს სოციალურ მედიას აი ამ პროცესში ზოგადად უარყოფითი თუ დადებითი აი როგორ შეაფასებდით როლს ამ შემთხვევაში? იგივე თუნდაც აგრესიის განმუხტვის. სოციალურ მედიას მე არ ვიცნობ, იმიტომ რომ მაშინ ვარ ჩართული, მაგრამ მე ერთი რაღაცა შემიძლია გითხრათ, ჩემი დაკვირვებით, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ეს შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, ძალიან ბევრი ფარისევლობაა ერთგვარად, ესე იგი ფსევდორელიგიურობა, რომელიც შეიძლება საშიშიც კი იყოს, მაგრამ ადამიანებს სინამდვილეში ჩემი დაკვირვებით რელიგიურობის ის ხარისხი არ აქვთ, როგორც ისინი რეაგირებენ დაუშვათ რაღაც მოვლენაზე და ხშირად ეს არის სხვა რაღაცის გამოხატულება ვიდრე რელიგიურობის და ეს უფრო საშიშია ვიდრე დაუშვათ იმიტომ რომ რელიგიური ადამიანი ნამდვილად რელიგიური თუნდაც რელიგიური ადამიანი უფრო სხვა ნაირად შემოვა დისკუსიაში და სხვა კითხვებს დასვამს ვიდრე დაუშვათ აი თქვენ რასაც ამბობთ საზოგადოებრივი არ არის არა თავდასხმოვანი არც ეს არ არის მაგრამ დისკუსიას ადამიანებზე დახატა, მაგრამ ლია უკლება მეს ნახატი და ესეთ ადამიანებზე თქვა, რომ თქვენ არ ხართ ღირსი, რომ ღვთისმშობელმა რაღაც ბავშვი გაგიჩინოთ, ღმერთი გაგიჩინოთ, ხო? ანუ ეს არის თვითონ მისი ინტერპრეტაცია, რომელიც ანუ ეს არის ძალიან გააზრებულად დახატული ნახატი, სწორედ ამ ფარისევლობის მხილებისთვის და ძალიან დიდი რელიგიური გრძნობებითაც არის და ესე ვთქვათ, დახატული თვითონ მხატვრის მხრიდანაც, ანუ ეს არ არის დაუშვათ რაღაცა ათეისტური პოზიციიდან დახატული ნახატი, არამედ ეს არის სწორედ რომ რელიგიური ადამიანის განცდა იმისა, რომ მას გულისტკივა იმ რაღაცა ფსევდორელიგიური გარემოს გამო, რომელსაც ხედავს თავის გარშემო, იმ აგრესიული მღვდლების გამო, რომელსაც ხედავს თავის გარშემო და პრინციპში ხო, თუნდაც ყოველ შემთხვევაში იცით რა არის? ნუ თვითონ ეს არის მისი ახსნა, რომელიც მან თქვა და ამ ახსნაშიც პრინციპში იკვეთება სწორედ რომ რაღაც რელიგიური გრძნობების მქონე ადამიანი, მაგრამ ძალიან საინტერესო რა არის, რომ მან კი არ მოკლა ეს ღვთისმშობელი, მან გააცოცხლა ღვთისმშობელი დღევანდელ ქართულ რეალობაში, 21 საუკუნის ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ ის სწორედ ამ დისკუსიის საგნად აქცია ეს რაღაცა ტრადიციული ხატება, რომელიც ჩვენ კულტურაში არის ესე განჯდა, რომელიც ჩვენ პრინციპში ხო ეხა სწორედ ამ იმიტომ რომ წავაწყდით აი ამ ტრადიციულ იკონიკას ძალიან უცნაური რაკურსით ხო დავფიქრდით მასე და დავფიქრდით ღვთისმშობლის არსზე, იმ მოცემულობაზე, რომელშიც ვართ და შესაბამისად ის იდეოლოგიური მოცემულობაც გადავიაზრეთ უკვე რომელშიც ვიმყოფებით ხო? და მე მგონი აი ამ იდეოლოგიის გადააზრება აშინებს ამ შემთხვევაში საპატრიარქოს და ამაზეც არის მათი რეაქცია. მე-19 საეკლესიო კრებაც სავარაუდოდ ოდესმე ჩატარდებოდა ზოგადად ეს მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიას ეხება და არა მხოლოდ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას. ბექა თუ შეიძლება მოკლე რეპლიკა და ძალიან ზუსტი რამ თქვა თათამ რომ აი ეს პრელობის ასე ვთქვათ
თვითმკვლელობის აქტი თითქოს, ხომ? რეალურად აცოცხლებს ღვთისმშობელს და ასე არის ნამდვილად ქრისტიანობაში, იმიტომ რომ ქრისტიანობის ყველაზე ამაღლებული ხატი არის ქრისტეს მკვლელობის ხატი, რამაც გააცოცხლა ქრისტიანობა. ეს არის ასე ვთქვათ ქრისტიანობის ლოგიკა. როცა ჩვენ რაღაც ძაფრი ხილვით რაღაც ღმერთის მკვლელობის ან წმინდანის მკვლელობის ძაფრი ხილვით ჩვენ იწყებ ფიქს შენი ცხოვრების საზღვის. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. არ მინდა ესე წარმოვადგინოთ, ახლა ჩვენ არის მე არის ვსნობ უკლებას, ისე რომ ჩვენ ახლა ვანამუსებთ თითქოს საზოგადოების ისიც მორწმუნეა და ეს მხოლოდ ინტერპრეტაცია, არა მნიშვნელობა. ახლა შეიძლება ეს მას უკლება აქვს. რაღაცა ამგვარი მიზნის გარეშე გააკეთებინა ადამიანს და ამის უფლება ახლა ის აქვს იმის უფლება რომ გამოხატოს თავით ნებისმიერი ფორმით, ხო? არა, ეცით მე სრულად იმიტომ რომ წავიკითხო ინტერვიუ, რომელიც არის მასთან სწორედ ამ ნახატთან სამხატვრო და იმას რომ ჩართული იყო და ესაუბრა თავად მის ნახატზე, არ ვიცი. მიზეზები თბილისში არც ცხოვრობს ის. თავარი მაინც ის მგონია პირადად მე ამ ამბავში რომ ჩვენ ხედავთ ისევ უკვე მე რამდენად განმეორებულ ცდილობას საპატრიარქოსი თუ ამ რელიგიური შეუწყნებლობით მოქმედი ადამიანებისა რომ რელიგია გამოიყენონ ადამიანების წინააღმდეგ სიძულვილის საქადაგებლად დასაგეშეთ ადამიანების განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენონ სიტყვით და მეორე მხრივ სავარაუდოდ ამით მოიპოვონ გარკვეული ძალაუფლება და იმედი მინდა დავიტოვო მანიფესტის პეტიციაც გაკეთდა ვთქვათ ლია უკლებას უსაფრთხოების დასაცავად. იმედი მინდა დავიტოვო რომ მისი უსაფრთხოება დასაცავი არ გახდება და აგრესია მხოლოდ რაღაცა მასზე ინტერნეტ თავდასხმებით შემოიფარგლება მხოლოდ ამის იმედი მინდა დავიტოვო. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას თქვენ. დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ლია უკლებასაც რომელმაც გააცოცხლა თემა და თავისთავად პატრიარქსაც იმიტომ რომ დიდი ხანია ქართულ პოლიტიკას მინდა მოუწყდე და რაღაც სხვა თემაზე ვისაუბრო და მომეცა ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ ბოლოს ამი თვია მხოლოდ რაღაცა ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობა, ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მამაზეობა და უბრუნდები ახლა ისევ ჩვეულ ამპლუას თქვენ არ გადართოთ. სტუმრებს მადლობას ვეუბნები, მაყურებელმა კი არ გადართოს ძალიან მალე დაუბრუნდებით რუსთავიორის თემით, როგორც იცით, ახალი ბარიკადა აღიმართა ოღონდ ეს არ აღმართულა არც რუსთავიორის ეზოში, არც ნაციონალურ მოძრაობას აღუმართავთ, არც ბოევიკებს, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ერთ დროს ბათუმელი მოსამართლეები უწოდა და ეხლაც მოსწონს ამ სახელის გამეორება. შეჩერდა იმ ნორმის მოქმედება, რომელიც სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ახსრულებას ეხება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე ისე რომ თავისუფალი ფორუმი, ყველაზე პოპულარული თავისუფალი ტრიბუნა შენარჩუნებული გვაქვს თავისუფალია ის ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან.